საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალას, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს. ამავე ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. კერძოდ, შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთა ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა. ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი პლატფორმა X-ზე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს ეხმიანება და პრეზიდენტს რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში მხარდაჭერას თავაზობს. როგორც პაველი წერს, მან პრეზიდენტთან განიხილა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები. გასულ პარასკევს ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ზარი უახლოესი მოვლენების განსახილველად. მან ინფორმაცია მომაწოდა არამხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზების შესახებ, რომელიც ანგარიშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს სულ უფრო და უფრო აახლოვებს რუსეთთან. თავაზობ ჩემ მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი X-ზე წერს, რომ ის მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას. რინკევიჩი ასევე ხაზგასმით წერს, რომ პრეზიდენტის მიმართ მუქარა მიუღებელია. საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სატელეფონო ზარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მე მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას, რათა საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება უზრუნველყოფილი იყოს. პრეზიდენტის მიმართ მუქარა მიუღებელია. სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს ეხმიანება პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და წერს, რომ მან ზურაბიშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა. მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა. ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი ჩემს ურყევ მხარდაჭერაში მისი ხელმძღვანელობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. მათ აქვთ განუყოფელი უფლება იმოძრავონ ერთიანი ევროპისკენ. ახალი არჩევნები ეუთა ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან.